კიდევ რაში შეიძლება გამოვლინდეს ამპარტავნება. აი მაგალითად ვიღაცას რაღაცის უნარი აქვს სიტყვაზე. ხო არიან ახლა თქვენს კლასში იქნებიან, ვიღაცას სხვაზე უკეთ დახატავს, ვიღაც სხვაზე უკეთ იმღერებს, ვიღაცას ძალა აქვს უფრო მეტი, ვიღაცას უფრო მეტი გამჭრიახი გონება აქვს სიტყვაზე. ახლა სამი ბავშვიდან შეიძლება ერთი უფრო მალე მიხდეს რაღაცას, მეორე უფრო ნაკლებად, მესამე კარგად ხანი დაჭირდეს, ხო, რაღაცა. მაგრამ ეს უნარები საიდან აქვს ადამიანს? აი რა აქვს ადამიანს ისეთი, რაც ღვთისგან არ მიუღია. ახლა მაგალითად ადამიანი არის მეტრი და 70. სიტყვაზე გოგონა არის მეტრი და 70. ეს უკვე გოგონასთვის უკვე ვერ იტყვი, რომ დაბალი გოგოა, ხო ვერ იტყვი? შეიძლება მეტრი და 80 რაღაც. ვიღაც შეიძლება არის დაბალი მეტრი და 50 და ეს განა ღვთისგან არ არის, ეხლა მან შემატა თავის თავს ეს სიმაღლე. 1 მილიმეტრსაც კი ვერ მოუმატებ. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ქუსლები მაღალ ქუსლიანზე დადგები, ხო? მაგრამ ბუნებრივად შენს თავს შენ ვერაფერს ვერ მოუმატებ. ხო და მაშინ რითი ამაყობ თუ ეს შენ არ შეგიქმნია? ან რატო დასცინი იმას, ვინც არ არის მაღალი, ან რა დასაცინია საერთოდ ეგ. ზოგს აქვს კომპლექსი, რომ აი მე არა მაქვს ის სიმაღლე. რა მნიშვნელობა აქვს სიმაღლეს? რამდენი დიდებული ადამიანი იყო, რომ სიმაღლე არ ქონია. მაგრამ ისინი შინაგანად იყვნენ დიდები. ეგ არის ყველაზე მთავარი, თორე ფიზიკურად ესე იგი, აი ძველახთქმაში როა დავითი და გოლიათი რო გავიდნენ საბრძოლველად. გოლიათი რამხელა იყო და დავითი კიდე პატარა, მაგრამ ღმერთზე მინდობილი. და აი ამ პატარა, მაგრამ ღმერთზე მინდობილმა გაიმარჯვა იქ. იმიტომ რომ შინაგანად იყო დიდი.